მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ აიბალი, თქვენ ხართ ჩემს არხზე და დაშვენებთ ქართული პოლიციის მეორე ნაწილს. პირველი ნაწილი, რავი, არც თუ ისე გავარდა, იმიტომ რომ გვიან დავდე და ამას შევეცდები რომ შუა დღესაც დავდო რომ ნახოთ. მოკლედ, მეორე ნაწილი პირველ ნაწილს რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესია და მოდი ბევრი ვარ გავატრაკო, პირდაპირ დავიწყოთ თამაში, იმიტომ რომ ვეღარ ვითვლი უკვე ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. ოპა, საინფორმაციო. ვაგრძელებთ საინფორმაციო გამოშვებას. ყველას გვაქვს ორი თვის წინ მომხდარი საშინელი ამბავი. როდესაც აი ეს პირველ ნაწილში რაც მოხდა ისაა გასაგებია. ბოროტ მოქმედებმა ძებლები აიყვანეს. გადარჩა სულ რამდენიმე ადამიანი. დღეს კი ორი მათგანი, ლამზირა გიგლოევა და სანდრო კერესელიძე სასტიკად რაღაცა სერიოზული ხდება. ოპა. აი ვერ ვიტანამ ხომ ვამბობდი თქმას, მაგრამ რასიზა. ვამბობდი რომ უბრალო ძარცვას არ გავდა. აბა ბიჭო. ვინ მისმენდა? კაი რა, ისე თავიდან არ დაიწყო. მორჩით ახლა. გაჭედე. ირაკლი. ის ფაქტი რომ ორივე დაგაწინაურეთ, twins არ უნდა გირევდეს. ვამბობდი, მე რა ვამბობდი. აქ მე საბავშვო ბაღი კი არ მაქვს. სად იყო მტკიცებულებები? დასაბუთება უნდა ისწავლო, დასაბუთება. ბაზარი არაა, ბრატ. აქ ყველანი ვერ ვიბლით. დიახ ბატონო ოთარ, მართალი ბრძანდებით. უკაცრავთ. ძალიან კარგი. რადგან ეს საკითხი გარკვეულია, ფაქტებზე გადავიდეთ. დაკითხეს დაკავებულები. დიახ, მეც ვესწრებოდი. აი ასეთი დაშინებული ხალხი ჯერ არ მინახავს. სროგზე წავალთო, რაც გინდათ გვიქენითო, კრინც არ დავძრავთო. არ ვიცი, ვისი ხელი ურევია, მაგრამ გავლენიანი ფიგურა უნდა იყოს. იმენა თამაშის სტილს რო თავი დაანებო, ძალიან საინტერესო სტორილაინი აქვს. მოწმეების საქმეებს. გაქრა ყოლას მდივანი, სახაილა გვარი რატო არ დაიმახსოვრეთ, ყოლა დაგაწინაურეს? არავის არ უნახავს. ან მოკლეს ეგეც, ან იმალება. ისე სხვათა შორის როგორც გაირკვა დედამისიც ბათუმელია. ნუა, ჩემიანები ყოფილა, ბრატ. დაკავშირება ხომ არ გვეცადა. აი, კარგი აზრია. და კიდევ ერთი. ამ ვიტალ ბანკის მფლობელი ვიტალი გრომოვი ერთი კითხვა მაქვს, გას უკვე მიხატულია? ყველაფერს იქ მევყავართ. კარგი გადაწყვეტილია, თქვენ ორნი ახლავე გაემგზავრებით ბათუმში და კარგად გამირკვევთ იქ რა ხდება. და კიდევ ერთი, სროლები და უბედურებები აღარ გამოგონო. ძმა, პოლიციელი ვარ, ის კი არა ვარე. რაო, გრომოვითინა. აა, მე უნდა ავირჩიო, მე მგონი თუ რა არის ეს. აი, აბა თინა ავირჩიოთ. თინაც უნდა მოვძებნოთ, არა? კი, დარწმუნებული ვარ, რამე ეწოდინება. აი ამ გრომოვის არ ვიცი, მაგრამ კოლე ნახდად გასრული იყო. ხო, ეხა აღარა მაქვს, ეხა გრომოვი. ამ გრომოზე რა ვიცით? პრინციპში ბევრი არაფერი, მაგრამ საერთო ტიპია. აბა? რაღაც ელოდებით საქმეს მიხედეთ. მოდი, ჯერ შილოვას მივხედოთ. გრომოვის საძებნი მაინც არ არის. ჯო, გრომოვი უფრო მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ ბიზნესმენია, რომ რამე მოტყდება სადმე. მე მასე მგონია, რავი. კი. სამაგიეროდ შილოვას საკუთარი თვითმფრინავი არ ეყოლება. ხო, მეც ეს თქვი ძმა. გრომოვი. ოპა. ორი დაკუნთულია. ვიტალი გრომოვს ვეძებთ. მეითვინეთ? მეითვინეთ? რა გადავცეთ? პოლიციიდან ვარ. გთხოვთ მეიცადოთ, დაუკავშირდებით. რაშია საქმე, ცოტა ვერ დავაჩქარებ? ასე არა, ცოტა ვერ დავაჩქარებ, ცოტა ასე რა, ხოზე. გთხოვთ მიბრძანდეთ, პენტჰაუსი ბოლო სართულზეა. მადლობა. რანაირად მიყურებს ბიჭო? აი გწყავს ეს ახლა. აუ რა ვარი პენტჰაუსია ბრატ? უკანაუზი აქ, მაბანავე რა. დავბრძანდით. რით მე ბიჭო ხელზე სისხლი რა პონჩი აქ. მოგესალმებით. უმცროსი ლეიტენანტები ბერიანიძე და აბციაური. პოლიციიდან გახლავართ. რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. აგერ ძმა სისხლი აქ დაიჭირეთ ბიჭო. ხარ ჩემს სანახავად. ხომ შედაბაა დედაქალაქში? ხო, მაგრამ მოგეხსენებათ, სამსახური გვაქვს ასეთი. მშვიდობას სხვებს უტოვებთ. ჩვენ კი არეულობას ვეძებთ. აბა.
რაო თინა შილოვა მძევლები ვიჟნებიან კიდე მოდი მძევლები იყოს რა რავი ასე ვფიქრობ თქვენი ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით შეიძლება გაგიგიათ რომ იმ ხალხიდან ვინც მიდის ბიჭო თქვენი დიშვი მოთხრია ცოცხალი თითქმის არავინ გადარჩენილა ხო მოვკარეთ თვალი ტელევიზორში თქვენ ფიქრობთ რომ მათ და ჩემს ბანკს შორის რამე კავშირი არსებობს არ ვიცი ეს თქვენი ბანკია თქვენ მითხარით на что этого намекаете что намекаете блядь რა სიტუაციის გამოხდა კავშირი მკვლელობებთან ნამიკაიუ არა როგორ გეკადრებათ ეს ისე ვიკითხე ძალიან კარგი თორემ ასეთი ნამიოკები ცოტა არ იყოს არასასიამოვნოა ეს რუსული აქცენტი რო აქვს მომიტევეთ ჩემი მანერები რაზეც კი აუზი აქვს ბიჭო იქით რით გაგიმასპინძლდეთ სასმელების ფართო არჩევანი მაქვს ეს კოლექცია ჩემი სიამაყეა ჩემი კრედოა მითხარი რა სვამ და მე გეტყვი ვინ ხარ მითხარი რა სვამ გენა რით გაგიმასპინძლდეთ ალკოჰოლი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არა თქვენი კრედო პოლიციის თანამშრომლებზე არ ვრცელდება ეხლა უნდა ყოფილიყო 5 წუთის შემდეგ რა სვავი ზართვის დროს გადარჩენილი მძევლებიდან ერთ-ერთს ვეძებთ დაიკარგა შემთხვევით რამე ხომ არ გსმენიათ მის შესახებ არა არაფერი ვიცი ანთაც რა ჩემი საქმეა თქვენი ბანკის თანამშრომლები მგონი თქვენი საქმე უნდა იყოს თუმცა კარგი ჩვენთვის არაფრის მოყოლა თუ არ გნებავთ მალე ისედაც ვიპოვით მისგან გავიგებთ ყველაფერს მანდ რაც მოხდა რა უნდა იცოდეს თინა მამისთანა ჩემი ბანკის შესახებ რაც მე არ ვიცი ცდებით მე არ მithქვამს რომ მას თინა ქვია ოპა ხო ნუ რა ვიცი ვივარაუდე რომ მასე ლაპარაკობთ სისხლი ბატონო ვიტალი თქვენ ხელი სისხლში გაქვთ გასვრილი რა მე ვინ გონი ვარ პატრიოტსანი ბიზნესმენი ვარ უდიდიდიდი. ინსინუაციები კი შეურაცხყოფელი და აბსურდულია იცით რას ვფიქრობ კიდევ თუ დაგინახეთ ჩემი ადვოკატები ჩვენ სასტუყი გიკეთია თუ მიხატულია ძმა არა თქვენ ვერ გამიგეთ მე პირდაპირ გაგებით ვიგულისხმე სახელოზე სისხლი გაქვთ რა სისხლი ეგა ეგ ვინო გადამესხა ვა ბიჭო რა ხდება ვა შევიკай ვახ ბლად შეფ извини რა ეს ის არ არის ჩემი ძოლის დაქარებში რო დათოსროს რო ასრულებ ნიშველად მომკლავენ აიამან გიგი მოკლამან ვინ მოკლა იარაღი მოაშორე დააგდე მეთქი იარაღი თორემ დაენძრა შენს დაკავს ნოპა ვითვლი 10-მდე ვითვლი ესმის 1 რა სითული ბიჭო ეს როლი ჩემიგან 4 სანამ გვიანი არაა დაუჭი არა ვიმოგიკლა არაფერი არ დასიშავებიცი მიდი კაცი ოპა შეხედე შეგეშობა შეგენაცვალეა კაცი ბრატ გაგედო მასე გინდა შენაბეხი მაია როგორ ახარ რავი არა მიშავს როგორ უნდა ვიყო ახლა მაიარ გვიშველის გრომოვსაქანა მთელი ჯარი ყავს ყოფილი სპეცრაზმელები დავიდა დროზე ვირტამდე მე დაგასვლა მალე გამიხვალე დაგედა და ცოცხალი არ ვიგებოხო ხო ამოდივარ მანქანა ბიჭო ყოლაზებით ბიჭო რა ხდება ჩვენ დაბა ლიფტი გაიჭედა აიჭედა დაგვიჭირან ვირთხებივი ა კამერა დაწვის ოთახიდან ვხედავენ ლიფტებით იქიდან ირთვება ფუშენი ირაკლი გაბჭედეს ლიტი უნდა ჩართო დაწვის ოთახი იპოვე ჩამთვალი მადვეა კარგი ვეცდები გავხსე ფრთხილად იყავი კარგი ვაი მე საყვარელი ფრთხილად იყავი გრაფიკები უფრო კარგია ვიდრე წინაზე უშენი არა გრაფიკები ძალიან ძირსკია ბრატ ოპა იარაღი მოდი თქვენი ანუ იგივე მექანიკა აქვს უბრალოდ გაუმჯობესებულია რა რამდენი ხართ თქვენი
მოდი ავაჩქარებ, იმიტომ რომ როგორც თქვენ გაინტერესებთ უფრო storyline ვიდრე სროლები, ხო? ყველა მოდიჯებია ავაჩქაროთ. ოპა. შემოიტობა, აი კამერები. მაი ახლა ლიფტს ჩავრთავ. ოღონდ მეორე სართულზე არ ჩახვიდე. მან გრომოვის ხალხია. კარგი, მიღებულია. აბა, წავიდა. ეს დაეჭირე ხელი. ფუშინი მართლა ეს დაეჭირე. პირს რო არ აღებს ლაპარაკის დროს მაგაზე ვღადაო. მგონი ცოტაც და მივალთ რა. ბილიარდი ბრატ მოთამაშით შემიგან. ფუშინი. ოპა. დადამ, დავაი ჯეიმს ბონდ. ოი თქვენი. ტუტიშინ, შინ. აღარ მეგონა ცოცხლებს თუ გნახავ. უკან. ოპა, ეს რა შუსტრი გოგოა ბრატ. წელს ბათუმში მკვდარი სეზონი ადრე დაიწყო არა? მადლობა. წამოგავხდით აქედან. ოი, ადე. შენ კაი გლომად გექნება მოსაყოლი. აუ, გრომოვი ალბათ უკვე თურქეთში მე იქნება. თურქეთ ნერდისმ. უფროსი შავ დღეს დაგვაყრეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით რა. სულაგია რაც ვიცი. ჩემი შეფი ხოზაა. ხოზა. ვიცი რაც ხათრახი უნდა ეწიოს გრომოვის წინააღმდეგ. შეფს იარაღის საწყობი აქვს. და მეც მაქანა უნდა ვიყო ზეგ, რაც ხას გეგმავს უფროსი. აწი რაღაც ვიქნები ამ ფეხით. ესე იგი გრომოვი რაღაცაშია მაგრა გასვრილი. ძამა, მე რას ვიცოდი? გითხარი და რა ვქნა აწი? მაგრომოვს იმდენი წამალი აქვს გადაზიდული ბათუმზე, ტანკერს გაავსებდა. უნდა გავიგოთ რა ხდება. ის თინა ტყუილა არ იმალება. რაღაცა იცის. ოხ, წამოთხარ ბძენმა რაც ხარ, რომ იცის იმიტომ იმალება. მისი ცხოვრობს სადღაც ჩხეიძის ქუჩაზე. ამით დავიწყოთ. ბათუმში ბულარში ვერ გავა. არ გინდა აკაურებს მე დაველაპარაკო. ხომ იცი მეც ბათუმელი ვარ. აბატონო, ბურთი და მოედანი. მარტო კაცით რო არ გვეთამაშა, ახლა ქაილთ გვეთამაშებენ. ოპა, ბაზარი არა, აი ეს ძველი ბათუმია. დავაი ბამ ბავშვთან მივიდეთ. ერთი ვინა. გამარჯობა. შენ რა ქვია? არა, რა. დედა მითხრა, უცხოებს ნუ ელაპარაკებიო. კარგი დედა ყოლია. მოდი ასე ვქნათ. მე მაია მქვია. ახლა უკვე ვიცნობთ ერთმანეთს. უცხო აღარ ვარ. და შენ რა ქვია? ლიკა. ლიკა ქვია. რა უთხრათ ბრატ? რასაკეთებ? ნუ თამაშობს ბავშვი, რას უნდა აკეთებდეს? თინა შილოვა. თინაზე ვკითხოთ წესით, იმიტომ რომ მაგისთვის ხარ. აქ უბანში ვინმე თინას თუ იცნობ? კი, როგორ არა? სად არის? სად ცხოვრობს? აგე, სარეცხფენს. თინა ბებო, თქვენთან არიან. რაღაცნაირი ბავშვები ჯორენ ჩათლახი, არ მევასება რა. აი ამ დეიდას თუ იცნობ? არა, ნამდვილად არ გეცნობა? დედა მითხრა, ამაზე არავის ელაპარაკო. ოღონდ ჩათლახი ესე ბავშვია. იგი იცი ვინც არის. მომისმინე ლიკა. ეს ქალი არის საფრთხეში. თუ იცი ვინ არის, უნდა დამეხმარო. უგუში ჩათლახი. აი ღორა მაგატელი ჩაარტყა. გაუსხეთო ის თავი. ნახვამდის. ახომის კი არა დაალეწერა მე თავზე. ბიჭო მანქანა აქ რატო დგას? მივიდით აბა სადმე იქით. აუ. კარგად თამაშობენ. აბა ბებო ბრატ. მოგესალმებით ბებო ქალბატონო. იქნება. პოლიციიდან ვარ. თქვენ აქ ცხოვრობთ?
მოიდე და არაფერც იქნა. დიდი ხანია გელოდები და გველოდებით? აბა რა. 2 დღეა რაც საჩივარი შევიტანე. ეს მარშრუტკა სულ ეზოსთან გვიჩერებს. ვეღარ გავდივარ და ვეღარ შემოვდივარ გენაცვალე და როდემდინ უნდა იყოს ასე? მერე და კიდო რას მიკეთებს აქანე? სხედლარია ბატონო. ერთი წამი ქალბატონო, მე აქ სხვა საქმეზე ვარ მოსული. რა ფერტუ სხვა საქმეზე? საიდან აი ამ გააძრო ადამიანს სურათი ბიჭო? ვეძებთ. საცხოვრობს. მაი. რა ვიცი მე საცხოვროს. დადიან აქანა ვინცხები, ყველას რეიდი იმახსოვრებს. ბიჭო კიდე იქ გაჩნდა ვიღაცა. მანქანის გაყვანა რატომ გაგიხდათ პრობლემა? რეიზა დედა და იმიზა რომ ეგი მძღოლი, ეგი უსაქმური გარეწარი ეგი. მოდის აქანა თამაშობს კარts. მანქანას კი ისე ტოვებს დედა. ის ირაკლი კიდე იქ რო დგას ისე. დედა კი არ მისმენს ჯინაზე მიგეთებს. ამოწყდა მაგათი კვარი. ურა მიაწყევლა. ცხოლი? რომელია? ეგერ იგი შავმაიკიანი რომა მაგას გოუხმაი გადრიგინებული და გასებული თავია და რო უსტაძმა ნახვამდის კეთილად მენახე ბლად კარჩე ეს არაფერს არის არ უმეტყვის 300 თუ არ დავებაზრე რა რას გავჩემი კაი გომბეშო თუ რა არის გამარჯობა დაგიმარჯოს მანქანის პრობლემა? ბოდიში უნდა შეგაწყვეტინოთ. იცით თქვენი მანქანა პრობლემებს უქმნის მაცხოვრებლებს, გაიყვანეთ რაც რო შეიძლება. აბა როგორ გავიყვანო? ვერ ხედავ ბორბალია ჩახსნილი. აქ რა 3 ბორბლით მოხვედი. აუ რა დაობა წარმოადგინა? ივანიჩმა დანკრატი წეიღო. ივანიჩმა? ვერზად ვერ მივდივარ. და 21 მაქვს. კარგი რა. არ დავეჯერებ რომ რამენაირად არ შეგიძლია ბორბლის დაყენება. მაპატიეთ მეგობრებო, მართლა არ მინდა რომ ხელი შეგიშალოთ, მაგრამ იცით, ძალიან მჭირდება რომ ეს მანქანა აქედან წავიდეს. მოსახლეობა არ მოდის თანამშრომლობაზე. აი ეს კი გამოძიებაში გვაფერხებს. რა გამოძიება, ქალბატონო? თქვენი გამოძიება ჩვენ რანაირად გვეხება? არა თქვენ არანაირად, მაგრამ აი ამ ქალის სიცოცხლე შეიძლება საფრთხეშიც იყოს. აბა, ჩემი რა საქმეა მაგალის პრობლემები გასა. არა, საქართველოს ესეთი ხალხი ძალიან ბევრია ძმა და ძალიან ცუდიცაა. ანუ არ აინტერესებთ რო ეს არაფერი. კარგი ბატონო. ნებით არ გინდათ? მაშინ სხვანაირად იყოს. მაშასე დომკრატები და ბორბლები მე არ მეხება, ჩემი საქმეა წესრიგი. თქვენ აქ მოქალაქეებს აწუხებთ, ასე რომ მან შენ ახლა გაგყავს მანქანა ეზოდან, ან მერე საჯარიმო მოედნიდან, შესაბამისი ქვითრის გადახდის შემდეგ. გასაგებია? უნდა ეგრე ბიჭო ხო? რა გვინდა ჩვენ ახლა ასეთი ლაპარაკი? შემორულად. ახლა გამახსენდა, მეორე დამკრატიც უნდა მქონდეს.ახლავე გავიყვან. აბა ბიჭებო, უჩემოთ ამ მეიწყინოთ. გამოდით მერე ჩემთან და გავაგზავნოთ. აბა ჰე. ბიჭო, მარშრუტს უტფო აწერია ნომრად. აბა ბებო, ეხა დავიბაზროთ. თუ არა, ბებოსთან არ მინდა, არიც არაფერი. ეს რა არის? ლიკა პლუს თინა უდრის დებს? ლიკა. ნუ ეს ჩათალახი ბავშვის. სულ ეხა დაერხა მაგას ბრატ. ლიკა, თინას ვეძებ. სად არის? თინა, ვინ თინა? შენი დაიკო. უი, გარე, ხო დაგიწირე. საიდან და ჩიტმა მომიტანა ამბავი. თინაზე არ უნდა ვილაპარაკო. წამოერთი შენი სახლი მაჩვენე. დედა მომკლავს. მე? ნახდათ მომკლავს. ირაკლი, მოდი. ვიპოვე როგორც. ბიჭო, ირაკლი გვერდზე გედგა რო დაგეძახა რა? გამარჯობა. უმცროსი ლეიტენანტი ბერიანიძე და უმცროსი ლეიტენანტი აფციაური. კრიმინალური პოლიციიდან გახლავართ. ჩვენ თინას ვეძებთ. მე არ მithქვამს დე, თვითონ მიხდა. შენ მერე დაგელაპარაკები მოუსახლა. დაერხა ბავშვს. გამარჯობათ. თინა აქ არ არის. ვერ გეტყვით ვერაფერს. და სად შეიძლება რომ ვიპოვოთ? არ ვიცი დიდი ხანი არ მინახავს.
ჩვენი ვარაუდით ბათუმში უნდა იყოს. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ გამიგეთ რა შესაძლებელია საფრთხე ემუქრებოდეს. არ ვიცი რომ თქვენ არ ხართ ამ საფრთხის წყარო. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? არ ვიცი. არ ვიცი მეთქე ხომ ვამბობ. ქალბატონო, თქვენ თუ არ იცით, იქნებ გვითხრათ ვინ იცის. თქვენი მეგობრები ვართ. აი ამან თინა გადაარჩინა და სხვებიც, ბანკის ძარცვისას. ახლა კი ახალი ამბებიდან გეცოდინებათ, რომ რამოდენიმე მომსწრე მკვდარიც იპოვეს. თინასაც შეიძლება რამე საფრთხე ემუქრებოდეს. ეს რა იყო? სახლში ვინ მიაკიდე? არა, აქ არავინ არ არის. მოიცა, თინა, მოიცა, სადგარბი ხარ? სურათი რატო გატეხი? რატო გატეხი სურათი? არაფერს არ გეტყვით, მომკლავეთ, მეც მომკლავეთ, გამანებეთ თავი! კარგი, დაწნარდე, დამშვიდდი. შენ მხარეს ვართ. ყველაფერი კარგად იქნება. ჩამოდის გემი. ტვირთი ჩამოაქვს. რა ვიცი, 10,000 ტვირთი ჩამოქონდა კოლეს. ესე იგი გრომოვი ნარკოტიკებით ვაჭრობს. ჰეროინის ჯართში ჩამალვა რა მოაფიქრებინა. მოკლედ, სიტუაცია ასეთია. ორ კვირაში ჩამოდის გემი მაია. ჯარში ჩამალული 400 კილო ჰეროინით. ხოზას ხალხი ეცდება ეს ტვირთი მიითვისოს. თქვენ გესმით ეს რას ნიშნავს? ბათუმში კრიმინალური ომი დაიწყება. ტვირთი აუცილებლად უნდა გავაჩეროთ. ანუ მესამე ნაწილი რაღაცა სასწაული იქნება. ორივე ბანდას ფრთები უნდა დავაჭრათ. და ბუმბულებიც ახლა თავისთავად. ბევრი სამუშაო გველის. კარგი, მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის ვასწავლოთ მოგიწონოთ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი. მესამე ნაწილს დიდი ალბათობით ხვალ დავდებ და თქვენთვის მაქვს ძალიან მაგარი ამბავი, მე დავდებ პოსტადაც. Minecraft-ი გავასწორე და ახალი ტელეფონით უკვე შემიძლია Minecraft-ის ვიდეოების გადაღება და დაუბრუნდები Minecraft-ის კონტენტს უფრო ხშირად და ახალი სერიალებითაც. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და ნახვამდის.